დაიწყო უკვე მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან. აქ არიან შეკრებილი ილიას უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ასევე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც უერთდებიან ამ მარშს. გეგმა ასეთია, ისინი ახლა ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრებიან. დანიშნულების ბოლო ტერიტორია არის რუსთაველის გამზირი, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, როგორც ვიცით, ელოდებიან ასევე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, უშუალოდ ამ აქციის ამ მონაწილეებს და ერთობლივად ისინი უკვე შემდეგ გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. შეეხება განცხადებებს, რასაც აცხადებენ ჩვენთან დემონსტრანტები და აქ შეკრებილი საზოგადოება, სულისკვეთება იგივეა. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს დღეს ყავს არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი და უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტიც და ისინი ითხოვენ, ისე როგორც გასული 19 დღის განმავლობაში გათავისუფლებას იმ ადამიანების, ვინც ამ 20 დღის განმავლობაში დააკავეს საპროტესტო აქციებზე და მათი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეხლა ერთგვარი ორგანიზება მიმდინარეობს მსვლელობის და ვიდრე დაიწყება მსვლელობა, შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების კომენტარები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ. პროფესიით ინჟინერი ვარ და ყველა ჩვენ ენაზე გამოვხატავთ. ეს კონკრეტული სიმბოლო, ინტეგრალი სიმბოლო არის, რომელიც კონკრეტულ ფუნქციისგან გვაძლევს მშობელ ფუნქციას, ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისგან რუსეთს. ამის გამოხატვა მინდოდა ამ ბანერით. მოთხოვნებს რაც შეეხება, მთავარი მოთხოვნები არის სამართლიანი ახალი არჩევნები და ტყვეების გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კიდევ უფრო მასობრივი სახე მიიღოს ამ პროტესტმა. აღარ არის დრო, რომ ვისხდეთ სახლში, ვიყოთ ჩუმად, ვიყოთ დამონებულები, დაბეჭავებულები, ანუ იმდენად ყველაფერს გაცდა ეს ყველაფერი, რომ არ ვიცი, აი მგონია, რომ დღეს არ ვიცი, სიჩუმე არის უბრალოდ მონობა, ანუ არაფერი სხვა. ჩვენ არ ვეგუებით ამ არალეგიტიმურ მთავრობას, გვინდა ევროპასთან ინტეგრაცია და ამის ერთადერთი გზა არის არჩევნების ჩატარება და მძევლების განთავისუფლება, რომელიც ყავს მთავრობას დაკავებული. ისინი არ არიან სამართალდამრღვევები, ისინი არიან ამ მთავრობის მძევლები. ეს კონკრეტული მსვლელობა არის ერთ-ერთი იმ მსვლელობათაგან, რომელიც დღეს გაიმართა და გასული დღეების განმავლობაში გაიმართა. ათობით მსვლელობა იმართება ხოლმე ყოველდღიურად და ეროვნულ ჯორჯიას მაყურებელს ჰქონდა საშუალება დღესაც და გასული დღეების განმავლობაში რომ თვალი ედევნებინა ამ მსვლელობებისთვის. მთავარი გზავნილები აქ როგორც გითხარით არის და სპეციალურ ბანერებზეც აქვთ დატანილი აქციის მონაწილეებს, რომ თავისუფლება უკანონო პატიმრებს ერთ-ერთი ასეთ ბანერი და მეორე დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია. ასეთი არის ერთ-ერთი გზავნილი ასევე მიმდინარე საპროტესტო მარშის. შეგვიძლია ახლა უკომენტაროთ, მოვადევნოთ თვალი ამ მსვლელობას. თუ შეიძლება გკითხავთ პატრულის თანამშრომლები გესაუბრებოდნენ, რა იყო მათი მოთხოვნა? მისი მოთხოვნა არა, მისი შეფასება იყო, რომ არ ვარ საკმარისი რაოდენობა, რომ მთლიანი გზა გადავყედოთ და არ ვიცი, ალბათ გვერდს დაინახავთ კადრებში, რომ საკმარისი ალბათ ოდნავ მეტი რაოდენობას კი ვარ, რომ გადავყედოთ გზა. ამის გარდა შევაფშიეთ ალბათ პოლიციელებს, საფრე კამერები ქონდა ჩართული
რაც კიდევ ერთი უსამართლობის ნიშანია. ეს სამხრე კამერები როცა უნდათ მაშინ აქვს ჩართული, როცა არ უნდათ არა აქვს საერთოდ სამხრე კამერა. ასე რომ ჯობია წესრიგისკენ პირველ რიგში საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდო და ჩვენ აქ ისედაც განათლების მარში არის ეს და ამ ადამიანებს წესრიგი არ შეგვეშლება. დაჯარიმებით აგემუქთენ როგორც გავიგეთ. კი, მაგრამ აქ არც ერთი არ ვართ ორგანიზატორი და არ ვიცი ვის გვეუნხრებიან. ანუ ამ ქვეყანაში უკვე გამოხატვის თავისუფლებას თუ აღარ არის და ჯარიმდება, მაშინ არ ვიცი, ისე მათ სისტემაში ყოფილა პრობლემები, ჩვენ მაგაში პრობლემა არ გვაქვს. მადლობა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ რამდენიმე წუთის წინ, როგორც თქვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეებთან და მათ მოუწოდეს, რომ გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან, ვინაიდან მათი შეფასებით აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ გადაკეტონ გზა და ტროტუარით მოუწოდეს, რომ გადაადგილებულიყვნენ, თუმცა მსვლელობა გრძელდება, როგორც ხედავთ და სრული პერიმეტრი დაკავებული აქვს აქციის მონაწილეებს. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, ბუნებრივია და ეს იყო მიზეზი საპატრულო პოლიციის მხრიდან, რომ მოუწოდეს მათ აქციის მონაწილეებს, რომ არ დაეკეტათ გზა. თუმცა მსვლელობა გრძელდება, როგორც ხედავთ და მიზანი არის რუსთაველის გამზირისკენ სვლა.